ერთ Starbucks-ში ვიყავი. ვიყიდე, რაც მე მინდოდა ჩემი საყვარელი ფრაპო. ნელსონ მალუკამ რაც დამაბარეს იყო ვუყიდე, რაღაცა კეიკი. და ლეილას რაც უნდოდა ის არ იყო და ამიტომ ახლა მივდივარ მეორე Starbucks-ში, იმიტომ რომ სახში რომ მივიდე, ყველაფერი მივუტანო და ლეილას არ მივუტანო. იცით რა მოხდება ხალხო? აი დამაფარებს ეგ არაფერს არ ნიშნავს ეგ სიტყვა იმასთან შედარებით, რასაც ჩაატარებს ლეილა. და წარმოიდგინე 3 წლის ბავშვი თელ ოჯახს გვაკაშმარებს. იმენა ტერორში ვყავართ მთელი ოჯახი. გჯერათ ეგეთი რამე? ეს ვარტყობ წრეებს. სრულიად ჩრდილოეთ მაიამის რომ ლეილას ვუყიდო ის რაც მას უნდა იმედია მეორე Starbucks-ში იქნება. ვაიმე მიშველეთ ამ გონი არც არ არის. ხალხო არ არის ოფიციალურად დამერხა, ეხა სახში იქნება ოფიციალური ისტერიკა. ეხა თქვენი ფიქრებთ რომ ვღადაო, მაგრამ მესამეში წავა. რა იყო ეს რაკუნ? ვიცი როგორ ქვია? ესეთი ლალიპოპის ფორმა აქვს, მაგრამ კეიკია. რამწვარია, კამფეტი არ არის. და birthday cake რაღაცა რაკუნის ფორმა აქვს. მისი რაკუნ. რა ქვია ქართულად რაკუნს? რაღაცა ცხოველი ერთ სიტყვით კატასტროფავს რა. და იმას ჭამს, თანაც ნახევარს ჭამს ხოლმე. მთლიანად არ ჭამს, ესეთი პატარა ბურთულა არის. და არსად არ არის, გამოელიათ რა იყო ახლა რა არის, რა წესია. აჰა, მოვედი ახლა Publix-ში. აქ შიგნით არის Starbucks. მივდივარ და თან ღმერთს ვთხოვ რომ ლეილას რისხვას გადამარჩინოს და იყოს აქ ეს რა ქვია raccoon pop cake ეგრე ქვია რაც ლეილას უნდა. ესე იგი ეს ბავშვი ისე ყავს გაბლატავებული ისე რაც არც მე და არც დედამისი ანუ ჩემი შვილი თავის მშობლებს არ გაუბლატავებივართ. მე ჩემს მშობლებს და მარიამი თავის მშობლებს, ანუ მე და მამამის. Yes, არის ღმერთმა შეისმინა ჩემი თხოვნა. არის ხალხო, არის. აი ეს უნდა ამ პატარა ბავშვს აი. ვიყიდე ხალხო, ვიყიდე. აი ამის გულისთვის 40 წუთი აკეთე კი დავდივარ. ხო და იმას ამბობდი რა. რაც ჩვენ არ გაუბლატავებივართ ჩვენ მშობლებს ამ ტრაკოს ჩვენ ვაბლატავებთ. ნუ 5 წლამდე. ამჯერად იაპონურ იმას მივყვებით, რა ქვია. აღმზრდელობით მიდგომას. ნახოთ რა გაიზრდება. ძალიან წერვა კი არის, აი ჩემია, მაგრამ გულახდილად გეუბნებით წერვაზე წერვა ქალია რა. ხოდა ალბათ გაგიკვირდათ ახლა ეს ამხელა ქალი რას დაიარება ერთი რაღაცა პროცუნებული სხვა საყვარლობა ისე ბავშვებს ძალიან უყვართ ეს მრგვალებია და ეს რაკუნებია კიდევ რას დაიარება ეს ამხელა ქალიო და ადრე ნამდვილად არ დავიწყებდი სიარულს ეხლა კიდევ როგორ ვარიცით? აი ამ რაღაცა ცხოვრებისეულ წვრილმანებში ვპოულობ სიამოვნებას. ადრე მეგონა რომ სულ სადღაც მეჩქარება. ეხლა ნახდათ არსად არაფერი არ მეჩქარება რომ და დიახ, რა ქვა ლეილას რომ გავუსწორო. შემიძლია ესე მოვიარო. ქვეყნიერება. ხო. არ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ? სწორია ესეთი მიდგომა თუ არა? მივიდე სახში ახლა და განახებთ როგორ მაინც უკმაყოფილო იქნება რაღაცა ესე მეტყვის რაღაცასთან ის ჩემი პომადა რო გადაიგლისა ხო გახსოვთ? მივიდე
მოვიდეთ.